შევწვათ ქათმის ფილე ისე, რომ ძალიან გემრიელი და წვნიანი გამოვიდეს. გარეცხილი ქათმის ფილე შევამშრალოთ სამზარეულოს ქაღალდით და დავჭრათ ასე რომბებივით. მარილი პილპილი მოვაყაროთ გემოვნებით. მე მოვაყარე წითელი პაპრიკაც ძალიან უხდება. ამოვავლოთ ფქვილში ორივე მხარეს და დავდოთ გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე. შევწვათ ცალმხარეს ვარდისფერ ფერამდე და ამოვატრიალოთ. ვამატებ ორ ფილეს კიდე და როცა მიიღებს ორივე მხარეს ვარდისფერ ფერს, ესე დროდადრო რამოდენიმეჯერ ამოვატრიალოთ. დავამატოთ ჩაის კვოვზი კარაქი. კარაქი წაუსვათ ზემოდანაც და კარგად რო ჩადნება კარაქი, დავამატეთ დაჭლეტილი ნიორი. ნიორს როცა ვამატებთ, ყოველთვის დავამატოთ შაქარი ან თაფლი. 2 სუფრის კვოვზი სოიოს соуსი და 2 სუფრის კვოვზი ძმარი დავამატოთ. соуსი რო კარგად შესქელდება, ზემოდანაც მოვასხათ ხოლმე და კარგად რო შესქელდება соуსი, ჩვენი ქათმის ფილე მზად არის. გადმოვიტანოთ, ზემოდან соусიც მოვასხათ და დაჭრილი მწვანილებით. გამოდის ძალიან გემრიელი და ძალიან წვნიანი ქათმის ფილე, აუცილებლად მოამზადეთ.